ხოფის ბაზრობას ვეწვიეთ, საკონდიტრო ციდა, ხალხმრავლობა და აი გარედან ძალიან სიმპათიურად გამოიყურება, მაგრამ ნახოთ რა ხდება შიგნით. დავიწყოთ კონდენსატით და აშკარად აინახეთ. აშკარად სუფთა არის, გაპრიალებულია. რამდენი ხანი არსებობთ? ჩვენ 1 წელია. 1 წელი არსებობენ. ყავა ღმერთმა შეგარგოთ, გოგოებო, დალიეთ, უპრობლემოდ. ოღონ აინახეთ რა არ მიყვარს ხოლმე დაფა, რომელზეც ჭრით პროდუქტს და მაგიდი სტილო. სუნი ნახეთ. ყოველ საღამოს ირეცხება ქლორში. ყოველ საღამოს ქლორში ირეცხება, ესე იგი არაა საკმარისი და დღეში რამოდენიმეჯერ გამოცვალ. მით უმეტეს ესე რო არის ასეთი სუნი ძაფრი რო აქვს და იყოს თვითონ უშუალოდ აიმასთან დადებული, არ არის სწორი. კედლები წესრიგშია, ჭერი წესრიგშია, ოდნავ აი ცვენა იწყება და ეს უკვე შეიძლება კრიტიკულად გადაიქცეს. თუ სასწრაფოდ არ შეაკეთებენ. 3 რიცხვში დამზადებული კოტლეტი 3 დღეს არის, ხო? ხო. აი ხა მითხართ ეს კოტლეტი დღევანდელია? არა, ხალბატონო. იმდენად კონდენსატია, აი ამასაც კი აქ დასხმული, აი ნახეთ. ეს დღევანდელი არ არის. გამორიცხულია. მაშინ ცხელი გაქვს შენახული. ცხელია შენახული, იმიტომ რომ ძალიან დიდი კონდენსატია. ეს როდინდელია? დილას ახლა გამოვიდა, იქნება 2 საათი გასული. ბურგერები გავიტანეთ და იმისა. კი ბატონო. და 2 საათში აი ესე ზედა და ქვედა ნაწილმა ფერი შეიცვალა. ესეც მე ეჭვება, მაგრამ კარგით მივიღებ, იმიტომ რომ ვადა არა აქვს, კარგით. ეს ახალია, ამას ეთყობა, იმიტომ რომ აი ნახეთ, თბილია და სულ ახალია. 306 და ეს ზეხვი ხა. გოგოებო, მითხარით 3-შია დამზადებული? არა. აი როგორ გავიგო, როდის არის დამზადებული? და სანამდე აქ შენახვის ვადა. მივხვდი, რომ თქვენ ვადებს აწევთ, როცა დაჭერით, ხო, მაგრამ აი ეხლა მე ვიყავი თქვენზე ცოტა ადრე ვიყავი სხვა ობიექტზე და იყო ესეთი ფაქტი, როდესაც დღეს მოვიტანე პროდუქტი და 11 დღეს ვადაგასული იყო პროდუქტი. აი ამ შემთხვევაში თავი როგორ დავიცვათ? როდისაა დამზადებული, აი როგორ გავიგო? ვერ გავიგებ, ხო? ფარიელი კონტეინერი რას ნიშნავს? მე გამოვიცალე და უნდა წამოიღო გასარიცხა. გასარეცხა წაგეღოთ და შედევით მაცივარში არა ზურფასო. თქვენ ამაში სხვა პროდუქტი უნდა ჩაგეწყოთ. წაიღეთ აქედან. ვაში მაცივარში რა უნდა? თქვენ რას აკეთებთ, იცით? თქვენ აკეთებთ იმას, რომ აბსოლუტურად ყოველ დღე აბსოლუტურად ახალ ეტიკეტებს აკრავთ პროდუქციას. კი, ამას აკეთებთ თქვენ. აი, აქაც ნახეთ, აბსოლუტურად ყველაფერი არის 3 რიცხვი დათარიღებული. რასაც მე ვერანაირად ვერ დავეთანხმები. აი არ შეიძლება ყველაფერი აბსოლუტურად იყოს 3 რიცხვი დათარიღებული. აი რაღაცა მაინც ხონდა არსებობდა. მინდა დავათვალიერო პროდუქცია, პური, ღვეზელი, ჰამბურგერი. რა მაინტერესებს, ინგრედიენტების აღწერა არის, არ არის ვადა. ვადები არა აქვს? ვადები. ჭადები არა. ჭადებიო. სად არის მე ახალი? ხო. კაი, სტიკერები ამას არ აქვს, მაგრამ აი აქ არის 3 ივნისის სტიკერი, არის, ორცხობილაზე არის ნამდვილად. აი ამ ნამცხვარზეც არის, ეგრეთ წოდებული სიგარეტი, ქადაზეც არის. მოკლედ ზოგიერთზე არის, ზოგზე არა. ვაიმე, რა ხდება აქ, რამდენი ხალხია? ეს რატო სადილის დროა თუ რატო ამდენი ხალხია? სულასია. ეს იგი ჰოფას მომხმარებლები მოდიან თქვენთან. ხელსახოცები არის, ერჯერადი ცელოფანები, აქ უკვე რაღაცა პროდუქცია დამთავრდა, მაგრამ აქ 3 ივნის ნამდვილად ხედავთ ეტიკეტებს. ეს არის ნამცხრების სტანდარტული ასორტიმენტი, აი რატომღაც აი ესეთი ნამცხრები, მედოკი, იდეალი, შავი ბარხატი, ოპიუმი, ყველგან ხვდება. ყველა ქართულ საკონდიტროს აქვს ეს ნამცხრების სახეობა. რაღაცა ალბათ ეს გამორჩეულად უყვართ ქართველებს, ალბათ ესეთი ნამცხვარი, არ ვიცი რატოა ყველგან. ნახეთ რამხელა ნაჭრებია, საკმაოდ დიდი. არის ერჯერადი ჭურჭელი, აგერ ხედავთ და აი ეს არის ასორტიმენტი. ყველა საწერია 3 ივნისი. ნახეთ როგორი
კარტოფილია, ხო? კარტოფილის პიურე. რა გითხრათ? ერთი შეხედვით ყველაფერი სუფთა. თქვენ თუ მოგწონთ აქაური კი, ძალიან. გემრიელია. ძალიან კარგი. თავარია რომ მომხმარებელი არის კმაყოფილი და უკვე სახალხო კონტროლის ვიზიტის შემდეგ ალბათ ნდობა ამ ობიექტის სადმიც გაიზრდება. ეს არის ჰოფას ბაზრობა საკონდიტრო საცხობი ციდა.